მოგესალმებით. დღეს შაბათია, გადაცემა ფაქტი, მოვლენა, კომენტარი, ანალიტიკური საუბრები დემონ გიორგიძესთან ერთად. ჩვენ დღეს ანალიტიკური დღე გვაქვს და მე უმთავრეს მოვლენებს შევეხები, რომელიც ცვლის სამყაროს, რომელიც ცვლის აწლეულებით ჩამოყალიბებულ როგორც საერთაშორისო ურთიერთობას, ისე განწყობებს და ეს იმდენად ფუნდამენტალური ცვლილებებია, რომ მისი არ გათვალისწინება ჩვენი სამომავლო ცხოვრებისათვის, გადაწყვეტილებებისათვის და ასე შემდეგ არ შეიძლება იგნორირებული იყოს. რაზე მინდა ვისაუბრო? ორი მთავარი კონცეფცია, ორი მთავარი შეხედულებათა სისტემა აწლეულები განსაზღვრავს საერთაშორისო მდგომარეობას და საერთაშორისო ურთიერთობებს. ჩემი თაობის კაცს ეს ყველაფერი, რომ იტყვიან, საკუთარ ტყავზე გადატანილი, ჩემი ასე ვთქვათ, ბავშვობიდან მოყოლებული ეს გარემოა და ეს გარემო, რომელიც უკვე ფაქტობრივად გარდაუვალად კვდება, კვლავ აგრძელებს თავის აგრესიულ, რომ იტყვიან, ყოფას, ცდილობს შეინარჩუნოს თავისი თავი, მაგრამ აბსოლუტურად წარუმატებელი არის დღესაც და მომავალში კიდევ უფრო წარუმატებელი იქნება. რა არის ეს ორი მთავარი შეხედულებათა სისტემა? პირველი, ეს აგებული იყო ცივი ომის ფსიქოლოგიაზე. ცივი ომი, როგორც კონფრონტაციული რეჟიმი თანაარსებობისა, ასეთი სისტემები მნიშვნელობა არ არის. ნაკლები ნაბიჯი იყო გადადგმული თანამშრომლობისთვის, თუ იყო თანამშრომლობა, იყო აბსოლუტურად იძულებითი ურთიერთგაქრობის საფრთხიდან გამომდინარე, გარკვეული წესები დაცული იყო, მათ შორის დიპლომატია, მაგრამ ეს იყო კონფრონტაცია. ეს იყო ორი შეუთავსებელი სისტემა, ორად გაყოფილი მსოფლიო, რომელიც ასე თუ ისე აბალანსებდა. ესე იგი, პირველი კონფრონტაციული რეჟიმი კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა, თუმცა მან უზარმაზარ წარმატებას მიაღწია სადღაც 90-იანი წლებისათვის დასაწყისში, მაგრამ იმდენად კოლოსალური ტვირთი აიკიდა გამარჯვებულმა ბრჭყალებში სისტემამ, რომ ამ ტვირთმა თვითონ ის დაანგრია და მიიყვანა დიდი პრობლემების წინაშე. მეორე კონცეფცია, რომელიც ამ კონფრონტაციული რეჟიმიდან გამოდიოდა და წმინდა დაკვეთითი იყო, მაგრამ შეასრულა უმაღლესი რანგის ინტელექტუალურმა და ძალიან მცოდნე ადამიანმა, მე მაქვს მხედველობაში ჰანტინგტონის ნაწარმოები ცივილიზაციების დაპირისპირება. თუ ღრმად ჩავხედავთ, დღეს უკვე საკმაოდ მანძილია ამ ნაწარმოების გამოცვლის შემდეგ, ეს 90-იანი წლებია. ეს იყო დაკვეთა, ეს იყო ნეოკონსერვატორების დაკვეთა, რომელიც მაშინ მთლიანად განაგებდნენ არა მარტო შეერთებულ შტატებს, არამედ მთლიანად საგარეო პოლიტიკას, მომძლავრებული იყვნენ ყველგან და აწარმოებდნენ იმ აგრესიულ კურსს, რომელიც ჯერ კიდევ შეერთებულ შტატებს ტვირთად აწევს და ვერაფრით ვერ მოუცილებიათ თავიანთ. დღესაც შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია, ანუ ხელმეორედ მოსული დონალდ ტრამპი და მისი გარემოცვა, კვლავ დიდ მარწუხებშია ნეოკონსერვატიული პოლიტიკისა, ნეოკონსერვატიული შეხედულებათა სისტემისა და ეს აისახება კიდეც ამერიკის პოლიტიკაზე, რომელიც სულაც არ არის სასარგებლო შეერთებული შტატებისათვის. არავითარი თუ ჩემი გვერდის მკითხველები ეხლა უსმენ, თქვენ იცით, მე წლებია ვწერ, ძალიან მძიმე შეფასებას ვადლევ ჰანტინგტონის ამ ნაწარმოებს, რადგან ეს არ არის სწორი. არანაირი ცივილიზაციების დაპირისპირება მსოფლიოში არ ხდება. ეს ხდება პროვოცირება
და რა კი ნეოკონსერვატორები იყვნენ აგებული კონფრონტაციულ ფრთაზე, ისეთ ძალიან უსაშუალოდ განათლებულმა ხანდიკტორმა ბრწყინვალედ შეასრულა ეს დაკვეთა და საზოგადოება და არა მხოლოდ დასავლეთში, არამედ მთელ მსოფლიოში თითქოს და მიიყვანეს იმ აზრამდე, აი ცივილიზაციები ერთმანეთთან დაპირისპირებული. არ არის ასე. არ არის, იმიტომ რომ დაპირისპირება ეწინააღმდეგება თვითონ ცივილიზაციის არსებობას, კულტურის არსებობას, რადგან კულტურები როგორც წესი თვითმყოფადი კულტურები თანამშრომლობისკენ მიისწრაფვიან, ძალიან კარგად იციან, რომ არსებობს განსხვავებული შეხედულებათა სისტემა და არც ერთი განვითარებული კულტურა არასდროს არ ცდილობს სხვა კულტურის დამორჩილებას. ანუ კულტურული მრავალფეროვნების აღიარება თავისთავად არის ერთ-ერთი ყველაზე ცივილიზაციური დონის ნაბიჯი, როცა გონება მისულია ამ გარდაუვალ შეხედულებამდე და როდესაც კულტურები ამის შემდეგ მიდიან თანამშრომლობაზე. ჰანტინგტონი არ იყო მართალი და მან შესანიშნავად იცოდა რა იყო მართალი და რა არ იყო მართალი, მაგრამ მას ჰქონდა დავალება და მან აიღო თავის თავზე. ჰანტინგტონი მთელი ერთი თავით უფრო მაღალია ისეთ დილეტანტზე და აბსოლუტურად არასერიოზულ ადამიანზე, როგორცაც წარმოადგენს ფუკუიამა ამ ჩვენ წინ გაწყალებულ ნეოლიბერალებში ძალიან დიდ ფიგურად აღიარებული. დასავლეთში ფუკუიამას აი თავისი ისტორია რო დაასრულა, აბსოლუტურად ზერელე წიგნი და აბსოლუტურად მოცილებული ყველაფერს, უბრალოდ იდეოლოგიური შლაკია და სხვა არაფერი, მაგრამ ჰანტინგტონის სხვა დონის იყო და ამიტომ მისი გავლენაც, ამ ნაწარმოების გავლენა უფრო დიდი იყო საზოგადოებებზე, რადგან მართლაც ქმნიდა კონფრონტაციულ რეჟიმს. თქვენ წარმოიდგინეთ, იმდენად დიდია შეხედულებათა ეს კონფრონტაციული რეჟიმი, რომ დღესაც კი აი ბოლო ნაბიჯები გადადგა ამერიკის ადმინისტრაციამ რაღაც თანამშრომლობისკენ და აბსოლუტურად გონივრული ნაბიჯები, ფაქტობრივად ევროპა ვერ მიდის თანამშრომლობის იდეამდე, რადგან არაფერი იმაზე მარტივი არ არის, ვიდრე დღეს არსებული სერიოზული კონფლიქტების ჩაქრობა, გინდა ახლო აღმოსავლეთი იყოს, გინდა უკრაინა, ამისთვის საჭიროა სერიოზული დიპლომატიური მრგვალი მაგი და შეხვედრა, დაბალანსება ყველა წინესად, მოდით ასე ვთქვათ, დაუბალანსებელი შეხედულებისა, პირველ რიგში ეს არის ურთიერთოსაფრთხოების უზრუნველყოფა და არა საომარი რიტორიკა და ასე შემდეგ, მაგრამ რეალობა ასეთია. რა ხდება ამის საპირისპიროდ? რა ჯგუფია მსოფლიოში მოქცეული ამ კონფრონტაციულ რეჟიმში? ეს არის ეგრეთ წოდებული დასავლეთი. ამიტომ არის საქართველოში არასწორი წარმოდგენა, თითქოს ამ ჩინეთს, ვიღაც დიქტატორულ ჩინეთს, ნუ გასაგებია დიქტატორულ რუსეთს, აგერ ვიღაც ინდოეთს, აგერ ვიღაც კორეას, ჩtildeო იყოს თუ გინდა ირანს და ასე შემდეგ. ნუ ეხლა ბრიუსელი ეს მაინც ესე იგი სულ სხვა სურნელია, სულ სხვა სექსუალური აღზნება მის ხსენებაზე, ამიტომ twin გაწყალების შედეგად საქართველოს აცდენილია იმ რეალობას, რა რეალობაშიც მსოფლიო მოხვედრილია, კონფრონტაციული რეჟიმი აუცილებლად იქნება დამარცხებული და ჩვენ ამ დამარცხების ნიშნებს შევხედავთ სულ მალე და ამაზე მე ცოტა მოგვიანებით ვიტყვი. ამ კონფრონტაციული რეჟიმის გაგრძელება იყო ნატოს აგრესიული გაფართოების პოლიტიკა, რომელიც თავისი არსით იყო აბსოლუტურად ცდარი, აბსოლუტურად არასაჭირო, იმიტომ რომ ნატოს საპირისპირო დასამარცხებელი არაფერი არ ქონდა. რუსეთი დამარცხებული იყო, რუსეთში მარიონეტული ხელისუფლება იყო, რუსეთის ყველა მთავარ სტრუქტურაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შეერთებული შტატების აგენტები იჯდნენ, ისინი განაგებდნენ საგარეო საშინაო პოლიტიკას და ასე შემდეგ, მაგრამ ნატო შეინარჩუნეს.
ეხლა მოდით იმისთვის რომ კარგად გავერკვეთ ჩვენ და ჩვენი სისულელე რაც გვიწერია კონსტიტუციაში რომ ევროკავშირში და ნატოში გავწევრიანდებით რაც საერთოდ უაზრობა რა არის ნატო როდესაც ნატო შეიქმნა მას ჰქონდა სამი მიზანი მე ახლა ყველაფერი ეს უნდა აღვადგინო რომ ჩვენს მსმენელებს ჰქონდეთ უკვე შედარებისა და ანალიზის საშუალება ნატო შეიქმნა მას შემდეგ რაც მეორე მსოფლიო ომი დასრულდა და ამერიკელებმა გადაწყვიტეს დარჩენილიყვნენ ევროპაში პირველ მსოფლიო ომში ამერიკელებმა სერიოზულად იომეს მაგრამ როგორც კი ომი დასრულდა და ყველაფერი შეთანხმდა და ასე შემდეგ ამერიკელები გავიდნენ ევროპიდან მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გავიდნენ ესე იგი საჭირო იყო რაღაც სტრუქტურა რომელიც გაამართლებდა ამერიკელების ყოფნას ევროპაში და ნატოს შექმნის ერთ-ერთი მიზეზი იყო სწორედ შეერთებული შტატების ევროპაში დარჩენის გამართლება მაგრამ ეს იყო შეიძლება ითქვას მესამე მიზეზი პირველი ორი მიზეზი იყო სხვა გასაგებია ჩვენ ვიცით მხოლოდ რომ ეს იყო საბჭოთა კავშირის შესაჩერებლად გასანეიტრალებლად შექმნილი ორგანიზაცია მაგრამ ქართველების უდიდესმა ნაწილმა არ იცის მეორე მთავარი მიზანი ნატოს შექმნისა ეს იყო გერმანიის გაწონასწორება და განეიტრალება აი ამ სამი მიზნისგან შედგებოდა შეერთებული შტატების მიერ ინიცირებული ჩრდილოატლანტიკური სამხედრო გაერთიანების ნატოს შექმნა როდესაც ვარშავის ხელშეკრულების დაშლა მოხდა და დაიშალა საბჭოთა კავშირი ნატოც უნდა დაშლილიყო იმიტომ რომ შეერთებულ შტატებს არანაირი მოწინააღმდეგე რუსების სახით არ ყავდა ჩინეთი მაშინ აბსოლუტურად არ წარმოადგენდა არანაირ საფრთხეს მაგრამ მოდით ასე ვთქვათ ის რაც კარგად არის შეფასებული დასავლეთში რუსები უბრალოდ მოატყუეს წაქცეული, დაჩოქებული, უზარმაზარი, გრანდიოზული სიმდიდრის ქვეყანა 90-იანებში მე ნამყოფი ვარ მოსკოვში 80-იანების ბოლოს, 90-იანების დასაწყისში ეს იყო კატასტროფა, რაც იქ უკვე გარეგნულად ჩანდა და შემდეგ ჩვენ ვნახეთ თუ რა შედეგებზე იყო გასული შეერთებული შტატები რუსეთში. ესე იგი თავარი კონფრონტაციული იარაღი შენარჩუნებულია, მაგრამ ის სულს ღაფავს, ხას უსვამ. თავს ნუიტყუებს იდეოლოგიით, რომ იტყვიან გაბანგული ადამიანები. უკრაინის უზარმაზარმა შეცდომამ და ეს უკრაინის შეცდომა კი არ იყო, ეს იყო დასავლეთის შეცდომა, როცა მათ უკრაინაში შეძლეს ისეთი ხელისუფლების და ისეთი განწყობების შექმნა, რომ იგი დააპირისპირეს რუსეთთან. შეხედულებათა სისტემის მცდარობის გამო ყველა ანალიტიკური დასკვნა და ამას მე მაშინმე მიუთითებდი კითხულობ ამ ყველაფერს Rand Corporation-ი აიღეთ, იგივე სხვა გონებრივი ცენტრები აიღეთ, მე გაკვირვებული ვიყავი, იმიტომ რომ ამერიკული განათლების დონე განსაკუთრებით პროფესიონალურ სფეროებში საკმაოდ მაღალი იყო, მაგრამ იდეოლოგია ის არის, რაც ანადგურებს ყველაფერს და მან წარმატებით გაანადგურა უზარმაზარი სისტემა სოციოლოგიური განათლებისა, პოლიტიკური განათლებისა, ისინი გადაიყვანა იმ ნეოტროცკისტულ მიმართულებაზე, რასაც ნეოლიბერალიზმი ქვია. ესე იგი, ყველაფერი რაც იყო წარსულში დასავლეთს მესამეც ქვეყნებისა, მოდით პირდაპირ ვთქვათ, მესამეც და არა მთელ მსოფლიოს. დღესაც ვერ გაუგია, რატომ გამოვიდა ისე, რომ რუსეთი არ არის იზოლირებული და როგორ უნდა იყოს ამ ხელა ქვეყანა იზოლირებული ტექნიკურად შეუძლებელი. ამიტომ ამაც რომ ძალიან სერიოზული პროფესიული და არა იდეოლოგიური დონით მიდგომოდნენ, ცხადია აქ დასკვნები იყო და დასავლეთში შესანიშნავი სპეციალისტები ეუბნებოდნენ, რომ ეს არის მცდარი პოლიტიკა.
მე ეხლა რუსეთს მხოლოდ იმიტომ ვახსენებ, რომ ამ კონფრონტაციულმა რეჟიმმა, როცა ფაქტობრივად დაჩოქილი რუსეთი იხვერწებოდა დასავლეთთან ინტეგრირებას, ნატოში გაწევრიანებას, ფაქტიურად ეხვერწებოდნენ, მათ შორის ეს პრეზიდენტი, რომელიც მე სულაც არ მიმაჩნია რაიმე სერიოზული პოლიტიკური მასშტაბის ფიგურად, როგორც არის დღეს რუსეთის პრეზიდენტი, პირდაპირ იხვეწებოდა იმას, რომ შეერთებულ შტატებთან როგორმე კარგი ურთიერთობა დაემყარებინა. ეს იყო მათ ინტერესებში და სწორად აკეთებდა. დასავლეთმა იგნორირება გაუკეთა რუსეთს და ფაქტობრივად ყმადქცეული და ფაქტობრივი ყმა აქცია მისი პოლიტიკის ყველაზე დიდ მოწინააღმდეგედ და ფაქტობრივად ერთადერთ ძალას, რომელსაც შეუძლია არა მარტო დაბლოკოს ამერიკული პოლიტიკა. აქ თქვენ რომ ისმენთ რაღაც ტელევიზიებში ვიღაც ვითომ სპეციალისტებს, ვითომ პოლიტიკოსებს, რომ ესე იგი მალე საქართველოდანაც მალე საერთოდ დაიხურება ეს ქვეყანა, ასეთი ხალხის მოსმენის შედეგია, რომ ეს ქვეყანა არის ჭაობში და ამიტომ ვერაფერი ვერ მოხდება. ეს ფონი მე მჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ მეთქვა სექტემბრის დასაწყისში პირველ 31 აგვისტოს, ანუ ხვალ და ზეგ პეკინში იმართება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი და აქ არის აბსოლუტურად გამოკვეთილი მთელი მსოფლიოს ყურადღების ქვეშა, განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ჩინეთის უპირველესი საინფორმაციო სააგენტოს სინხუას მიერ წერილობითი სახით აღებულმა ინტერვიუმ რუსეთის პრეზიდენტთან. მე დღეს ვნახე თითქმის ყველა მთავარი გამოცემა დასავლეთისა, ყველა შეფასებას აძლევს, ყველა თუ არა დიდი ნაწილი კვლავ იმ მარაზმული შეხედულების ფარგლებშია, რომ რატომ ვერ მოახერხა დასავლეთმა რუსეთის იზოლაცია, არადა ის თეზისები, რომელიც ჩამოყალიბებულია რუსეთის პრეზიდენტის ინტერვიუში, არის ფუნდამენტალური. ის პირდაპირ აცხადებს, რომ ის და ჩინეთი დგანან სათავეში ახალი მრავალპოლარული სამყაროს შექმნისა. რუსეთი და ჩინეთი არ დაუშვებს მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადახედვას და ასე შემდეგ. მე ჩემი მიზანი არ არის ამ ინტერვიუზე საუბარი და ჩინური მხარის ორგანიზატორმა, ჩინურმა მხარემ, მისმა მთავარმა ორგანიზატორმა პირმა სამი მთავარი მიზანი ჩამოაყალიბა შანხაის ამ სამიტისა. ეს არის მეგობრობა, ეს არის ურთიერთშეკრულობა და ეს არის ნაყოფიერება. ის, რასაც უწოდეს შანხაის სული, პრინციპულად განსხვავდება იმისაგან, რაც თქვენ ეხლა მოისმინეთ ჩემგან, თუმცა უჩემოდათ შესანიშნავად ის კონფრონტაციული სული დასავლური იდეოლოგიისა, დასავლური პოლიტიკისა, რომელიც აბსოლუტურად წარსულშია ჩარჩენილი. მხოლოდ შეერთებული შტატები იმ შიგა დაძაბულობის ფონზე მე ვფიქრობ დაძლევენ ამას და ისინი ისევე როგორც ჩინეთი და ისევე როგორც რუსეთი კვლავ იქნება ერთ-ერთი უმთავრესი ქვეყანა მსოფლიო პოლიტიკისა, მაგრამ ეს გასავლელია, იმიტომაც არის შეერთებული შტატების შეხედულებათა სისტემა და პოლიტიკა აცილებული და მიზანმიმართულად აცილებული ევროკავშირის პოლიტიკისა, რომელიც სრულ ჭაობშია. ეს არის სრული განადგურება ევროპის მომავლისა. რაც ნიშნავს შანხაის სული. ეხლა წარმოიდგინეთ, თქვენ მოიძებნება თუ არა მსოფლიოში ქვეყანა, რომელიც უარს იტყვის ამაზე. დღევანდელი მდგომარეობით ეს არის 10 წევრი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა
ეს არის ორი დამკვირვებელი და ეს არის 14 სახელმწიფო დიალოგში მყოფი. სული კი გულისხმობს ამას, თანამშრომლობა, ურთიერთპატივისცემა, ურთიერთკულტურული თვითყოფადობის აღიარება და თანამშრომლობა საერთო განვითარებისთვის. თანაბარ უფლებიანობა. გამოვა აქედან, არ გამოვა, მე ამას არ გეუბნებით, ეხლა მე არა ვარ ერთ-ერთი მხარის მომხრე. მე გეუბნებით სიტუაციას. დღევანდელი დასავლეთი გამოკვეთილი შეხედულებათა სისტემით და ახალი კონტურები, მე არაფერს ვამბობ ბრიქსზე, ახლა უბრალოდ შანხაის ორგანიზაცია, რომელიც დიამეტრალურად საპირისპირო იდეებს ახმიანებს და ამბობს, რომ სოფლიო წავა აქეთკენ, იმიტომ რომ მართლაც და შეუძლებელია, კაცო, შენ ხომ ხარ სახელმწიფო. ხო და შენ გეუბნებიან, რომ ამ თანამშრომლობაში შენ ხარ თანაბარი უფლების მქონე, შენ ხარ კულტურულად თვითყოფადი სახელმწიფო, შენ ხარ დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაგრამ ჩვენ თანამშრომლობთ მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთესად განვითარება გქონდეს, უკეთესი ურთიერთობები გქონდეს და ასე შემდეგ. ის, რასაც გამორიცხავს დასავლური პოლიტიკა, დასავლური პოლიტიკა დღეს გამორიცხავს თანამშრომლობას. შორს წასვლა რადგინა ის, რასაც დასავლეთი საქართველოში აკეთებს, თანამშრომლობა ქვია, ამ თანამშრომლობის შედეგია ის მეხუთე კოლონა, ის ერთუჯრედიანი, რომ იტყვიან, მასა, რომელიც გამოზარდეს დასავლეთმა 1994 წლის შემდეგ და ამაში კოლოსალური ფული, მილიარდი ჩადეს. ნუ აქედან მოდით პირდაპირ ვთქვათ 40% იმ ამერიკელმა ჩინოვნიკებმა ათკატის სახით წაიღეს. ეს ზუსტად არის ცნობილი, მით უმეტეს მე სადაც ვიყავი და სადაც საქმიანობდი, აბსოლუტურად ღია იყო ეს ინფორმაცია და ცნობილი იყო ყველაფერი, მაგრამ 600 მილიონიც კოლოსალური ფულია თბილისში ჩადებული, ნუ ახლა არ ვამბობ ბათუმი, ქუთაისი, რაღაც გროშები თუ არის გადაგდებული იქეთ. ესე იგი, შეხედულებათა სისტემაში აშკარად ჩანს ამ ახალი წარმონაქმნის უპირატესობა, რადგან არავითარ კონფრონტაციაზე არ არის საუბარი, არავითარი ომის რიტორიკა არ არის, არავითარი ვიღაცის დაპყრობა არ არის, ნორმალური სიტუაცია რომ იყოს. დასავლეთი, აღმოსავლეთი ერთმანეთში მოლაპარაკებული იყოს, თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელიმე სახელმწიფო გამოხდება და ვიღაცას დაესხმება თავს და დაიპყრობს მის მიწებს, ეს ვერ მოხდება. შეთანხმებულ რეჟიმში ეს გამორიცხულია. თუ ასეთი რამ ხდება, მხოლოდ იმის გამო, რომ არ არის დაცული ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე, რომ იტყვიან, ეგზისტენციალურ საფრთხეს უწოდებენ ამას, სახელმწიფოს უსაფრთხოება. შეიძლება დიდი სახელმწიფოც ისევე იყოს დაუცველი, რადგან უკიდურეს შემთხვევაში მას მოუწევს დიდი ომი, მე მანახეთ ერთი სახელმწიფო, რომელსაც უნდა ომი. პატარა ომი, დიდი ომი, ასეთ სახელმწიფოს თქვენ ვერ ნახავთ, იმიტომ რომ არ შეიძლება გინდოდეს ომი, როდესაც შენ შეგიძლია საპირისპირო მხარესთან მოილაპარაკო ურთიერთობებზე, წესებზე, უსაფრთხოებაზე, ურთიერთსასარგებლო ურთიერთშეხედულებამდე და თქვენ მიხვდებით, რომ აქ დასავლეთის პოზიცია არის ძალიან რთული. ესე იგი, ნახეთ როგორი შეფასებებია. დასავლურ გამოცემებში პირდაპირ წერენ, რომ ამ ხვალინდელმა ზეგიდელმა შეხედა, რომ შეიძლება შეცვალოს მთელი მსოფლიოს მდგომარეობა. საუბარია იმაზე, რომ მსოფლიო მაზეგ 2 სექტემბერს ვერ იქნება ისეთი, როგორიც იყო დღემდე. ესე იგი, ნახეთ,
ჩვენ მივიღეთ ის, რაც დასავლური პოლიტიკის აშკარა შეცდომის შედეგია. რუსეთ ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობაც კი ძლივს აღწევდა $70 მილიარდ და ისიც მხოლოდ ენერგომატარებლებზე იყო დაფუძნებული. მაშინ როცა შეერთებული შტატები ჩინეთის ურთიერთობა საქონელბრუნვა შეადგენდა $550 მილიარდს. კოლოსალური ციფრია, კოლოსალური ურთიერთობა სახელმწიფოთა შორის. მე გაზეთში წაკითხვა რა თმინდა, ბალტიმორის პორტში გავლილი მაქვს ყველაფერი, ყველა პროცედურა, მათ შორის საბაჟო კონტროლის, როგორ ხდება კონტრაბანდის აღმოჩენა, აღრიცხვა და ასე შემდეგ. მე უზარმაზარ ბალტიმორის პორტში მის პლატფორმებზე ნანახი მაქვს უზარმაზარი ჩინური იმპორტი, ტრაქტორებით დაწყებული, იქ ფეხსაცმელები, ტანსაცმელი, სასმელები და ასე შემდეგ. ამიტომ მე ეს მასშტაბი რეალობაში მაქვს ნანახი უზარმაზარ ამერიკულ პორტში და დეტალურად მაქვს გავლილი ყველა საფეხური. სულ რაღაც არასრულ 4 წელიწადში შარშან წელს მონაცემები ზუსტი არ მაქვს 2024 წლის ჩათვლით რუსეთ-ჩინეთის საქონელბრუნვა გახდა $245 მილიარდი და ამერიკასთან საქონელბრუნვა დავიდა 325-ია თუ არ ვცდები, ყოველ შემთხვევაში 300 მილიარდის პლუს რაღაც ათეული მილიარდები არის. ვისი ბრალია ეს? ჩინეთს არანაირი ურთიერთობა სერიოზული რუსეთთან არ ჰქონდა. იმიტომ რომ ამერიკასთან ჰქონდა. იმიტომ იკლავს თავს რუსეთი რომ შეერთებულ შტატებთან დაალაგოს ურთიერთობა, იმიტომ რომ ეს ფანტასტიკური ქვეყანაა ურთიერთობისთვის. თუ ურთიერთგაგება არსებობს რუსეთისთვის ამერიკასთან დაალაგებული ურთიერთობა, ისევე როგორც მან მიიღო დიდი სარგებლობა ჩინეთთან ურთიერთობისგან და ჩინეთმა მიიღო მისგან, თქვენ წარმოიდგინეთ, ამ სამიტის წინ რუსებმა მოხსნეს ის, რაც ჰქონდათ შეზღუდვა რეაქტიული ძრავები თვითმფრინავისა გადაწყვიტეს მიეყიდათ ჩინელებისთვის. ეს მაღალტექნოლოგიური პროდუქტია ძალიან, არაკლია ტექნოლოგიები ჩინეთს, მაგრამ კარგად უნდა ვიცოდეთ, ყველა სამხედრო ტექნოლოგია ეს მოდის რუსეთიდან, რომელიც შემდეგ განავითარეს ჩინეთში, იმიტომ რომ ყველა სერიოზულ სამეცნიერო კონფერენციაზე ჩინელები არა მარტო სწავლობდნენ საბჭოთა კავშირში და სწავლობდნენ მხოლოდ ძალიან ძლიერ ტექნიკურ უნივერსიტეტებში, ისინი ეუფლებოდნენ იმას, რაც მათ მომავალს სჭირდებოდა. ყველა კონფერენციაზე, როგორც კი პოსტსაბჭოთა რუსეთიდან ჩადიოდა რომელიმე სპეციალისტი, მის მოხსენებაზე გადატენილი იყო ყოველთვის დარბაზები. გასაგებია, სხვა დონე იყო და ეს იყო გონიერი მიდგომის შედეგი. ჩინეთი მართალია მალე გახდება მსოფლიოს ნომერ პირველი ქვეყანა ბოდიში მეცნიერებაში, ფანტასტიკური რამეა, მართლა გახდება და მას სჭირდება კიდევ რაღაც 1-10 წლეული მაინც რომ მან ტექნოლოგიურად შეძლოს იმ სიმაღლეების აღკრება, რომელიც დღეს თქვათ შეერთებულ შტატებს გააჩნია. ეს მაინც ძალიან მაღალი ტექნოლოგიური ქვეყანაა, იმიტომ რომ მთელი მსოფლიოდან მთელი სელექცია არსებობს ამერიკაში უცხოელი ტვინების მოზიდვისა. ერთი ფაქტი, რომელიც შეიძლება ჩვენმა მაყურებელმა არ იცოდეს, გასაგებია, რომ ამ სპეციალისტების ამერიკაში შემოყვანის კვოტები არსებობს. როგორც კი ეს დანიშნული დღეარი, როგორც კი იხსნება უკვე ნებართვა ამისა, 9 საათში კვოტები ათვისებულია.
ყველაფერი, ამიტომ ეს პროცესი თუ გაგრძელდება და ამერიკა დარჩება ერთადერთ მიმზიდველ ქვეყნად, მაგრამ ვერ დარჩება, იმიტომ რომ რუსებმაც ახლა გააკეთეს ის, რომ ძალიან გაიზარდა ხელფასები არა მხოლოდ სამხედრო კომპლექსის საწარმოებში, ამან აიძულა სამოქალაქო სექტორის საწარმოებიც უფრო მაღალ ხელფასებზე გაიყვანა. ჩვენი ეკონომისტები რომ ვარგოდნენ და ვინმე რუსეთის სპეციალისტი იყოს, მე არ მომიწევდა ამაზე საუბარი, საჭირო იქნებოდა სტატისტიკის გაანალიზება, საჭირო იქნებოდა იმ ახალი ტენდენციების განსაზღვრა და გამოკვეთა, რომელიც რუსეთში ჩამოყალიბდა ამ იძულებითი რეჟიმის გამო. ქვეყანა მოშლილი იყო, ქვეყანა კორუფციაში იყო ჩაფლული, ქვეყანა იყო კრიმინალში ჩაფლული. დააკვირდით რა კატასტროფული მდგომარეობა, როცა დღესაც კი უზარმაზარი წოდების გენერლებს იჭერენ და თანამდებობის პირებს იჭერენ, რომლებსაც ფული აქვთ გაფლანგული ამ სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის პროცესშიც კი. ესე იგი, მე ამას მხოლოდ იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ყველა გონიერი და საღი ადამიანი ხვალ და ზეგ ფიქრობ, რომ ყურადღებით მოეკიდება იმას, რაც მიდი იქნება შანხაის სამიტზე, შანხაის ორგანიზაციის სამიტზე და ჩვენ უნდა დაუკვირდეთ ყველაფერს რა არის გამოკვეთილი. თანამშრომლობას ვერ დაუპირისპირდება კონფრონტაცია. 1/3 ვერ დაძლევს მსოფლიოს 2/3-ს. გამორიცხულია. კონფლიქტების საპირისპიროდ, რომელიც შეიძლება პროვოცირება მოახდინოს ამ კონფრონტაციულმა ძალამ, კონტრმოქმედებები გამოუჩნდება, იმიტომ რომ დღეს აღარ არის საქმე ისე, როგორც ეს იყო თქუბნებავთ 10 წლის წინათ. სერიოზულად საუბარი არის ჩინეთ, რუსეთის და ირანის სამხედრო კავშირს. თუ ეს გაფორმდა და დიდი შანსია ალბათ რომ გაფორმდეს, თუ ამერიკამ ძალიან მაგრად არ გადაათამაშა ეს წარსულში დარჩენილი პოლიტიკა და სხვა სერიოზული ალტერნატივები არ შეთავაზა მსოფლიოს, ხას უსვამ ქართულ მედიაში, იმ ტყლაპო ტელევიზიებში და იმ ტყლაპო სხვა მედია საშუალებებში არსად არ მიცემია სერიოზული შეფასება ალასკაზე მოხდარ შეხვედრას. ამან შეცვალა გეოპოლიტიკა, ამან სხვა ჩარჩოში გადაიყვანა, აქ რამდენიც არ უნდა ინსინუაციები მოახდინო, რომ ასე იყო, ისე იყო, ხო, არაფერი. ეს გლობალური ცვლილება იყო და ამაში აქვს მნიშვნელობა სწორედ პირველი პირების შეხვედრაზე. პირისპირ ორი ადამიანის ურთიერთობა გაცილებით დიდი პროდუქტიული დატვირთვის მატარებელია, ვიდრე თუ გნებავ დიპლომატების დონეზე გაცვლა-გამოცვლა, იმიტომ რომ ყველა სხვა პირს სახელმწიფოში გარდა პირველი პირისა შეზღუდული უფლებამოსილება აქვს და მას არ შეუძლია დამოუკიდებელი მიმართულებით წაყვანა ამ პროცესებისა. ამიტომ მოხდა ძალიან დიდი რამ, თქვენ ამას ნახავთ აუცილებლად. დააკვირდით, როგორია ამერიკის შეერთებული შტატების ბოლოს გადადგმული ნაბიჯი. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მომხრია იმისა, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარების მიზნით შეყვანილი იქნას ჩინეთის ჯარი. ამას თუ იტყოდა ტრამპი რამდენიმე თვის წინ, ნამდვილად ვერავინ ვერ იფიქრებდა და თავისთავად წმინდა პოლიტიკის თვალსაზრისით შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ გაცხადებული ასეთი რამ
ნიშნავს პოლიტიკის ცვლილებას. მართალია დეკლარირებულია, რომ ჩინეთთან დაპირისპირება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არის მთავარი და ასე შემდეგ, მაგრამ თუ გაგრძელდება პოლიტიკა როგორც კონფრონტაციული, თუ პოლიტიკა არ გაგრძელდება როგორც კონფრონტაციული და შეერთებული შტატები ორ თავარ ქვეყანასთან ერთად, რომელიც უკვე თანამშრომლობს ერთმანეთთან და ამ ეტაპზე გამორიცხულია, რომ მათ შორის რაიმე წინააღმდეგობა წარმოშვას დასავლეთმა, გამორიცხულია, ნული შანსი, იმიტომ რომ კოზირი არის არა დასავლეთის ხელში, არამედ კოზირი არის სწორედ ამ მიმართულების ხელში, რომელიც თანამშრომლობისკენ მიდის, კულტურული თვითყოფადობისკენ მიდის, დამოუკიდებლობის პატივისცემისკენ მიდის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რატომ გახდა ასეთი მნიშვნელოვანი ეს მიმართულება? ტექნიკის განვითარებამ, იარაღის წარმოებაში მიღწეულმა უდიდესმა წარმატებებმა ომი გახადა აბსოლუტურად დამანგრეველი, იმიტომ რომ შეუძლებელია საკუთარ ქვეყანაში გაჩნდეს ისეთი საღი პოლიტიკოსი, რომელიც მის ქვეყანას გრევის ქვეშ დააყენეთ. მე არ ვთვლი მერცს ამ ავანტყოფს და ერთუჯრედიან ფაშისტს, რომელიც გაზრდილია ფაშისტურ ოჯახში, რევანშისტული სულისკვეთებით, მე არ ვთვლი იმ ერთუჯრედიან პეტრეუსს, გერმანიის თავდაცვის მინისტრს, რომელიც სისულელეს ბოდავს აბსოლუტურად, ამ რევანშისტების მოყვანა ხელისუფლებაში დააკვირდით, ის პერიოდი, როცა დასავლეთ რუსეთის თანამშრომლობა იყო ძალიან მჭიდრო, ფანტასტიკურად მჭიდრო, ეს იყო ომის შემდგომი თაობის ხალხი, რომელმაც განიცადეს ერთი და მეორე მხრივ ის კატასტროფა, რასაც ქვია მეორე მსოფლიო ომი, რამაც ლამის გაასწორა მიწასთან. ჩვენ რატომღაც აქცენტი გვაქვს გაკეთებული საბჭოთა კავშირის გერმანიის დაპირისპირებაზე, მაგრამ ჩვენ კარგად არ ვიცით, ისევ როგორც ბევრი რამ, თუ რა კოლოსალური მსხვერპლი გაიღო ჩინეთმა, იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომი აღმოსავლეთშიც მიმდინარეობდა და ჩინეთ-იაპონიის დაპირისპირება იყო კოლოსალური მსხვერპლის მომტანი და სწორედ 80 წლის დავია იაპონიაზე გამარჯვებისა, როცა სამხედრო აღლუმი გაიმართება ჩინეთში, ერთ საინტერესო მომენტს შევხედავ, აღნიშნავ ის მთავარი ლიდერები სახელმწიფოებისა, რომლებიც იქნებიან შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე, ყველა არ რჩება სამხედრო აღლუმზე. მიხდით ხო? ამას აკეთებენ გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებით, მაგრამ ესაც სრულიად გასაგებია. ქართულ ენაზე არის თარგმნილი ერთი ფილმი, რომელიც ნანკინში იაპონელების მხეცობას აღწერს. ზუსტად დამავიწყდა სახელი, მაგრამ იოლად მოსაძებნი იქნება, იქ ამერიკელი მსახიობი თამაშობს მთავარ როლს, ფანტასტიკურად საშინელი, მაგრამ ძალიან ინფორმაციული და ძალიან საინტერესო ფილმია, იმიტომ რომ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს იმ მსხვერპლისა, რომელიც ჩვენ გავიღეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დღევანდელ საქართველოში არის გარეწართა რაღაც რაოდენობა, რომლებიც შეურაცხყოფს ამ მსხვერპლს და ამ იდეოლოგიური ტყლაპო შეხედულებათა ფარგლებში თავს უფლება აძლევს მიაყენოს შეურაცხყოფა თაობებს. ამ დროს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად არის წინაპრების პატივისცემაზე აქცენტი, რომ არ დაუშვებენ ისინი დემონტაჟს იმისა, რაც გაღებული იქნა თაობების მიერ და კოლოსალური მსხვერპლი იქნა გაღებული და ჩვენ
საქართველოში, რომლებმაც ძალიან მაგრად ვიწვნიეთ ეს მართალია თბილისში გერმანელები არ შემოსულან, მაგრამ კავკასიაში იყვნენ, ჩვენი ხალხი აქ ძალიან მედგრად იბრძოდა და დღეს ვიღაც ნაძირალების ჯოგი აბსოლუტურად გაუნათლებელი ან ფულზე მოსყიდული ადამიანები კრეხელობის დონემზე მიდიან. ესე იგი, რა გამოვიდა? გამოვიდა, რომ საერთაშორისო დონეზე ურთიერთობათა სისტემა იცვლება. ყველა ის პრინციპი, რომელიც მე ჩამოთვალე, ახლა დეტალურად არ მინდა განვიხილო, იმიტომ დეტალები უფრო სხვა საუბრის თემა, მე მთავარ კონტურებში მოვხაზე ეს ყველაფერი. და ამიტომ არის მიდრეკილება იმისაკენ, რომ ამ ორგანიზაციას სულ უფრო მეტი მხარდამჭერი უჩნდება და არ შეიძლება სხვანაირად იყოს. თავის ინტერვიუშიც რუსეთის პრეზიდენტმა პირდაპირ ღიად მიანიშნა იმაზე და ჩინელებმა მიანიშნეს ჯერ, რომ შანხაის ორგანიზაციის თანამშრომლობის ყველა პრინციპი აბსოლუტურად ჯდება გაეროს წესდებაში, გაეროს შეხედულებათა სისტემაში და იმ საერთაშორისო ინსტიტუტებს, რომლებიც დღეს გარკვეულწილად დომინირებენ მსოფლიოში, აიღეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდი, აიღეთ მსოფლიო ბანკი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, ეს ყველაფერი შექმნილი არის ანგლოსაქსონური საერთაშორისო სისტემის მომსახურებისთვის. ამიტომ ბუნებრივია ავტომატურად დგება ამ ორგანიზაციების სერიოზული რეფორმირების საკითხი. რატომ უნდა ვიცოდეთ ჩვენ ეს და რატომ უნდა ვლაპარაკობდე მე დღეს საქართველოში ამ თემებზე? ეს არის მსოფლიო ტენდენცია. მე შორსა ვარ იმ აზრისგან, რომ ჩვენ სადღაც აუცილებლად უნდა შევიდეთ, შემოვიდეთ თავარი ფუნდამენტი. ეს ყველა გონიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს და ეს უნდა იცოდეს ყველა გონიერი სახელმწიფოს მმართველებმა. ჩვენ დღეს მთავარია შევინარჩუნოთ ქვეყანაში სტაბილურობა, შევინარჩუნოთ გარკვეულწილად ეკონომიკური განვითარება. არ იფიქროთ, რომ ან ერთია ქვეყანაში, ან მეორეა. საქართველოში არ არის სტაბილური სიტუაცია. ეს დენთის კასრია. ეკონომიკური განვითარებაზე საერთოდ ლაპარაკი არ ხირს. ეს თავიდან ბოლომდე ნაცრის შეყრა. რატომ? თავარი ფუნდამენტი. სწრაფად ცვალებად გარემოში ხელისუფლება არ შეიძლება იღებდეს გრძელვადიან გადაწყვეტილებებს. ეს ეხება ნებისმიერ გონიერ ადამიანსაც. ყველა გონიერი ადამიანი არასდროს არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას გრძელვადიანი პერსპექტივაზე გათვლით, როცა ირგვლივ ყველაფერი სწრაფად იცვლება. ამ ფუნდამენტს როცა ვერ ფლობს ხელისუფლება, ამ ტოტალური ცვლილებების გარემოში ბოდავს იდიოტურ იდეოფიქსებს. კიდე გეუბნებით, მე პიროვნულად არ ვეხები ხელისუფლებას. მე ვეხები მათ საუბარს, მე ვეხები მათ საქმეს. ეს არის ნეოლიბერალურ ყლაპოში, აი სოროსის ჭაობში ამომპალი ხალხის აზრები. სწრაფად გარემო ცვლილებები როცა ხდება, შენის განსაკუთრებით შენარჩუნებაზე უნდა ფიქრობდე, გაძლიერებაზე უნდა ფიქრობდე, განათლება, ცოდნა, შენი რესურსების მაქსიმალური გამოყენება. აი, რატომ არ უნდა მიიღო გადაწყვეტილება? იმიტომ რომ ახალმა გარემოებებმა შეიძლება ქვეყნის წინაშე გააჩინოს ახალი ოფციები და თუ შენ გრძელვადიანი რაღაც გადაწყვეტილება გაქვს სხვა მდგომარეობაში,
ეს ოფციები შენთვის შეიძლება დახურული აღმოჩნდეს. პოლიტიკოსის მთავარი მიზანი, პოლიტიკოსის მთელი გონიერება ის არის, რომ როდესაც დგება ახალი გარემოებები, შენ დახურული არ გქონდეს არც ერთი ოფცია. თუ შენ წინასწარ დახურე ოფცია, შენ ხელისუფალი ხარ, მაგრამ შენ ხარ უტვინო ხელისუფალი. შენ ხარ ხელისუფალი, რომელსაც არაფერი ამ ქვეყანაზე არ გაეგება. და მე ჩვენ ხელისუფლებას ზუსტად ამ კატეგორიის ხელისუფლებას ვუთანაბრებ, რომელსაც რეალობაში არაფერი არ გაეგება. რატომ იცით? ის რასაც საუბრობს, აცდენილია ყველაფერი იმაზე, რაც მე ვისაუბრე. რა თქმა უნდა, დღეს საქართველოს მარსად არ უნდა იჩქაროს სადმე, ან გაწევრიანდეს, ან რაღაც, მაგრამ მის გონიერ პოლიტიკას ექნება სიგნალების გაშვების ფუნქცია ყველა მიმართულებით, რომ ეს ქვეყანა, მართალია ტერიტორიულად პატარა ქვეყანა, რა თქმა უნდა მოსახლეობით მცირერიცხოვანი ქვეყანა, მაგრამ მოქცეული მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში დაიმახსოვრეთ. საქართველოს ისტორიაში არასდროს საქართველოს მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში არ ყოფილა. არასდროს. დღეს იგი სამხრეთ კავკასიასთან ერთად არის მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში. უფრო მეტიც სამხრეთ კავკასიას, შუა აზიასა და ახლო აღმოსავლეთს ერთი გეოსტრატეგიული სივრცე ქვია და ამდენად საქართველოზე მოსული პასუხისგებლობა და არანორმალური დატვირთვა დღეს საქართველოში გაცნობიერებული არ არის. ამ იდეოლოგიური სოროსული ჭაობში ამომპალი აზროვნების გამო. გეკითხებით, სოფლიოში ყალიბდება ახალი რაღაც. მე ბოლომდე ვერ გეტყვით რა იქნება, მაგრამ კიდე გეუბნებით თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემას, ურთიერთუსაფრთხოების უზრუნველყოფას, საერთო კონსენსუსის დონეზე შეთანხმებას. ნახეთ რაზეა საუბარი, მხოლოდ კონსენსუსი ჭირდებათ. შანხაის ორგანიზაციის, თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნები კონსენსუსის შედეგად აპირებენ ყველაფრის მიღებას და ეს თავისთავად ყველა ქვეყნის წონას უთანაბრებს, თუ გნებავთ ისეთი სუპერ გიგანტების წონას, როგორიც არის რუსეთი, როგორც არის ჩინეთი. არ გვინდა ჩვენ ვიფიქროთ ამაზე, შევიდეთ არ შევიდეთ კი არა, მე გეუბნებით. ჩვენ სად მივდივართ ღირსებით, ევროკავშირში მივდივართ, ხო? რომელ ევროკავშირში მიდიხართ? მითხარით ერთი, თუ ვინმეს გინდათ ევროკავშირი, მე თქვენზე უფრო დიდი მცოდნე ვარ, როგორც გინდათ ისე აიქეთ. აბსოლუტურად უპატივცემულოდ გეუბნებით. თქვენზე 10-ჯერ მეტი ვიცი ევროპული კულტურისა, გავიზარდი ამ ევროპულ კულტურის წეხში, ფანტასტიკურ კულტურულ წეხში, მაგრამ დღეს ევროპაში არაფერი კლასიკური დასავლეთის არ არის. თუ თქვენ გინდათ ევროპაში, მე გეტყვით და არაერთხელ გავიმეორებ, საქართველოს არაფერი ესაქმება ევროკავშირში და ხაზს უსვამ. საქართველოს არ შევა ევროკავშირში, იმიტომ რომ ამას დაუპირისპირდება ყველა ის საღი ქართველი, რომელთვისაც ძვირფასია საქართველოს, ძვირფასია მისი წარსული, ძვირფასია დღევანდელობა, იმიტომ რომ რა კი ჩვენ ჩვენი ქვეყანაზე, ჩვენ კულტურაზე, ჩვენ სენაზე ვსაუბრობთ, ესე იგი ჩვენში მეხსიერებაში ეს ყველაფერი, ამიტომ მინდა მე ეს ყველაფერი გაითავისო ფანტასტიკურად მაგარმა ახალგაზრდებმა, რომელთანაც მე ყველასთან არა, მაგრამ ზოგი მეკონტაქტება, ზოგს ხვდები და მიხარია, რომ ეს ხალხი ღირსეული ახალგაზრდები არიან, რომლებიც ნებისმიერ დონეს გაკაჩავენ. ხელისუფლება რომ ოდნავ ღირსეული იყოს საქართველოში, ხელისუფლება რომ ამ ახალგაზრდების მსოფლიოში საუკეთესო განათლებაზე, წინსვლაზე ფიქრობდეს,
მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად და უნდა შევქმნათ ის პირობები, რომლებიც ამ ფანტასტიკურ ახალგაზრდებს ძალიან ფართო ხედვის ინტელექტუალ ქართველებად ჩამოყალიბებს, რომლებსაც თავისის პატივისცემა აქვს, რომლებსაც სხვისის პატივისცემა აქვს. ნახეთ, დააკვირდით ამ წინ გაწყალებულ ჯგუფს, რომელსაც ეგრეთ წოდებული შინმიმავალები ქვია. არც საკუთარი კულტურა იციან, სხვისი კულტურა ხო არაფრად არა აქვთ გათავისებული და წარმოდგენილი, მარტო იდეოლოგიური კლიშეების გამო უნდათ შინ ევროპაში, როცა გეოგრაფია რომ იცოდნენ, გეოგრაფიულ რუკას დახედავდნენ. მერე გაანალიზებდნენ ყველაფერს, მაგრამ ახალგაზრდებს რას ვერჩით, როცა ჩემი თაობის გამოტვინებული და საშუალო თაობის გამოტვინებული ადამიანები, ზოგი მართლა გამოტვინებული, ზოგმა ფულის გამო რომ გამოიტვინა თავი, სისულელებს ლაპარაკობენ, მაგრამ ეს სახადი საქართველოში მოსახდელია და ჩვენ ამ სახადს აუცილებლად მოვიხდით, იმიტომ რომ სამყარო იცვლება, ამ სამყაროში ქართველებს შეუძლია დაიკავონ ძალიან ღირსეული ადგილი. მე ვერ ვხედავ დღეს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ერთ ნაბიჯსაც კი, რომელიც ამ გლობალურ სისტემაში ახალი ქართული რეალობის ჩამოყალიბებაზე ფიქრობდეს, იმ რეალობისა, სადაც ქართველის ნიჭი, ინტელექტი, მისი შესაძლებლობები, მისი ქვეყნის შესაძლებლობები სულაც არა პატარა, სულად იქნება გამოყენებული. ამიტომ ჩვენ ასე უნდა ამ მიმართულებით წავიდეთ და თუ ამ მიმართულებით გვინდა სწორად ვიაროთ, ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ ის გარემოებები, რომელიც ჩვენს ირგვლივ ხდება. აი, ამ ხვალ და ზეგ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი დღეებია და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი დღევანდელი საუბარი გააჩენს გარკვეულ სტიმულებს, რომ ჩვენ ვეცადოთ, რაც შეიძლება შორს ჩავიხედოთ იმ მოვლენებში, რომელიც ხვალ და ზეგ განვითარდება და შემდეგ ამას მოყვება სხვა პროცესები. ერთ-ერთი ფუნდამენტალური მნიშვნელობის საკითხი, რომელმაც უნდა გახსნას, აი რო იტყვიან გორდიას კვანძიო, ხო? ეს არის უკრაინის თემა. დღეს ვერავინ ვერ გეტყვით თქვენ საბოლოოდ რა აქვს გადაწყვეტილი რუსებს. მათ დაიწყეს უკვე ნეპროპეტროვსკის მხარეში სოფლების დაკავება, რაც აღიარეს უკრაინელებმა. მე აბსოლუტურად შორსა ვარ იმ აზრისგან, რომ რაიმე გამალებული შეტევა განხორციელდება უკრაინაზე, ან ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები გამორიცხულია, არ ჩანს ეს, მაგრამ დააკვირდით მთელ ფრონტის ხაზზე. ხაზს უსვამ, არის ძალიან საიმედო, არის კარტოგრაფიული ყოველდღიური ჩასწორებები, არის დასავლური ძალიან სერიოზული წყაროები, უკრაინელი ჯარისკაცების ჟლეტა მიმდინარეობს. როგორც გაახმიანეს რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრაზე, რუსეთის პრეზიდენტმა ზუსტად უთხრა ამერიკის პრეზიდენტს, თუ რა დანაკარგი აქვს უკრაინელებს და რა დანაკარგი აქვს რუსებს. უკრაინელების დანაკარგი 1,700,000 დაყუპული ჯარისკაცი ვიღაცამ შიგა დოკუმენტები ჩაუშვა და მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა. რუსეთის ჯარის დანაკარგები, როგორც ეს მე ამერიკელი უსაშველოდ ინფორმირებული ხალხისგან გავიგე, სულ ცოტა 10-დან 20 ჯერ ნაკლებია. თუ ვინმეს ფიქრობს, რომ ცოტა, თუ ვინმეს ფიქრობს, რომ 170,000 კაცის სიკვდილი ცოტა, კოლოსალურია, მაგრამ გასაგებია უკრაინა რა დღეშიც არის,
უკრაინის სრული დემილიტარიზაცია მოხდება. ეს არის გარდაუვალი. ვერავით არ მცდელობები ნატოსი, ვერავით არ მცდელობები მერცის, ამ საცოდავი მაკრონის, ამ კიდე სტარმერის. დღეს ბრიტანულ ტელეგრაფში გამოქვეყნდა სტატია, რომ დღევანდელი ბრიტანეთი ზუსტად გავს გვიანი პერიოდის, ანუ 80-იანი წლების საბჭოთა კავშირს. და იქ პირდაპირ წერია, ესო ახლა ვინც არისო? სტარმერი. ეს არისო ანდროპოვია. ანდროპოვი მოკლეს. მოსაკლავი იყო ის. ადრე იყო მოსაკლავი. მერე მოვაო ხელისუფლებაშიო, მისი მოადგილეები ეგ ორი გვარია დასახელები. ესენი ჩერნენკო და ესენი არიან. ტელეგრაფი წერს ამას, ერთ-ერთი უდიდესი ბრიტანული გამოცემა. ამაზე მე წლებია გეუბნებით. ეს მე ანტიდასავლურობით კი არ მომდის, იმიტომ რომ ჩემი თავარი მიზანი იყო აღმეწერ, მე ამას ხედავ, მე სულ შიგნიდან ვიცი ინგლისის. ის კი არა, დავჯექი და ბრიტანეთის ინგლისის ისტორია შევისწავლე, იმიტომ მაინტერესებდა რა მოხდა, როცა ინგლისი ნადგურდებოდა. ცნობილი სამოქალაქო ომების დროს, აი რაც რუსთაველის სპექტაკლში ნაწილობრივ ზედაპირულად არის აღწერილი რიჩარდ მესამეში, ხო, სამი გვარი დატაკებული ერთმანეთზე, მოუგებელი სიტუაცია, ижლიტება, შევისწავლე ეს. მთელი ეს ბრძოლები, მთელი ეს ფიგურები შევისწავლე, როგორ გამოძვრა ინგლისი ამ ტრაგიკული მდგომარეობიდან. თვეები დავხარჯე, წიგნები წავიკითხე. და შემდეგ ტელეგრაფი ამბობს საინტერესო რამეს. აი შემდეგო ამგენის მერე მოვა ნაიჯელ ფარაჯიო და ნაიჯელ ფარაჯი შეასრულებს გორბაჩოვის როლს ინგლისისათვის, ბრიტანეთისათვის. თქვენ როგორ გონიათ ეხლა ინგლისის ერთ-ერთი უდიდესი გამომცემლობა ხუმრობს, მასხარაობს თუ რამდენი სტატია დავდე მე ბრიტანული უდიდესი გამოცემებისა, სადაც საერთოდ კატასტროფისკენ მიდის ეს ერთ-დროს მსოფლიო დამყრობელი 4/5 განკარგავი მსოფლიოს ამნაირ ჯერ არასდროს არ ყოფილა მსოფლიო ისტორიაში. ესე იგი, სიტუაციები იცვლება. ეს მაგალითი მე მომყავს იმისთვის, თუ ამ ხელა კულტურებს რაღაც დროში შეეშალათ და ვერ დაიჭირეს ის ხაზი, ხაზს უსვამ. შენარჩუნების თვითყოფადობის ერთადერთი გზა არის შენი კულტურიდან აღმავალი ტრაექტორიით განვითარება. ამიტომ მე აგრესიულად რომ საუბრობ, ქართველები როგორც კი გასცილდებიან ამ კულტურას, აღიგავებიან პირისაგან მიწისა ამ ქვეყანაში. და ისინი ამ გზაზე უკვე დგანან. ხელისუფლების 33 წლიანი პოლიტიკის შედეგად, განათლების დაკარგვის შედეგად, ქართველი ხალხის ნაწილის სეთურის ბრბოდ ქცევის შედეგად და იდეოლოგიური გამოთაყვანების შედეგად ასევე ნაწილი ხალხის. ამას უნდა შებრძოლება, ამას უნდა მთელი რესურსის მობილიზაცია და ამას უნდა ის რომ ჩვენ ყარად ვიყოთ ამ ქვეყანაში, მემკვიდრეობა შევინარჩუნოთ, გადავცეთ ახალგაზრდებს და ისინი ამას დროის შესაბამისად უკეთესად განავითარებენ. ხაზს უსვამ, მემკვიდრეობითი წყვეტა არის დასასრული. ჩვენ დგავართ ამ საფრთხის წინაშე. ჩვენ დგავართ იმ საფრთხის წინაშე, რადგან დავიყრუეთ თავი ვიღაც იდიოტი ბელადების მონა აზროვნების
ხალხი გავხდი ჩვენ იქამდე დავიყვანეთ საკუთარი უბიცობა რომ გვერდით დგომს ეუბნები შენ ვინ ახარ დავით აღმაშენებელი ხო არა ხარ საქართველოზე რო ლაპარაკობ შენ ილია ჭავჭავაძე ხო არა ხარ რა რეგვენი უნდა იყო კაცი ილია ჭავჭავაძე უშველის და დავით აღმაშენებელი ეხლა ამ ქვეყანას ამ იდიოტებს მინდა მივმართო თქვენ საერთოდ ამ ქვეყანაზე ხართ ყველა ქვეყანაში ჩამოყალიბებულ პრობლემას აგვარებს იმ თაობების ხალხი რომლებსაც იმ დროისთვის მოეკითხებათ პასუხისგებლობა მოეკითხებათ ცოდნა მოეკითხებათ ის რომ თვითონ არიან მზარდ ამისთვის სანამდეა თქვენი გასხრესილი გონება დასული ხა აო დავით აღმაშენებელი გავაცოდოთ სტალინი ხო თუ ვინ კიდე ახლა შენ ილია ხო არა ხარ რატო უნდა იყო ვინმე ვილია კიდე გეუბნები მე ჩემი თავიდან შემიძლია გითხრათ ნებისმიერი სხვა საღი ადამიანი ილია ჭავჭავაძე რატო უნდა იყო თქვენ 21 საუკუნეა სხვა შეხედულებათა სისტემა არაფრის გადმოტანა დღევანდელ სიტუაციაში არ შეიძლება, იმიტომ რომ კოორდინატთა სისტემაა შეცვლილი, სხვა რამე ხდება. მე ვხედავ უამრავ გონიერ ადამიანს საქართველოში, რომელთან ერთად შეიძლება პრობლემების გადაწყვეტა. ესე იგი რა, ვიღაცა იდიოტი უნდა გამოვიდეს, შენ რა ახლა ილია ჭავჭავაძე, რატო? მე ვარ დემუთ გიორხელიძე. სხვა კიდე თავისი შესანიშნავი გვარითა და სახელით არ არის. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს რა კი გვაწუხებს. არ გვაწუხებს? თუ არ გვაწუხებს, მაშინ უყურეთ თქვენ ბელადებს და რა დაიმართება მალე ქვეყანას, მაგრამ ამასაც ვერ დაუშვებ. ჩვენ რას ქვია უყურო, არ გაყურებინებთ აუცილებლად. აუცილებლად არ გაყურებინებთ. ერთმა ადამიანმა არასწორად დაწერა, იმიტომ რომ ჩვევია ასეთი რაღაცეები, რომ აი თქვენო გამორიცხავთო სიტუაციის შეცვლასო იქო სხვა ხერხებს ეძებთო არა და არასდროს ამნაირი არ მithქვამს მე არაერთხელ მithქვამს ასეთი რამ და გავიმეორებ ახლა თუ საქართველოს გადარჩენისთვის აუცილებელი იქნება სამოქალაქო ომი ის ძალა რომლის საქართველოს განადგურებაზე ფიქრობს მიიღებს სამოქალაქო ომს ამას წლებია ვლაპარაკობ ეხლა უბრალოდ ამ კონტექსტში ვაზუსტებ ამას სამოქალაქო ომი არის რა თქმა უნდა უდიდესი ტრაგედია ქვეყნისთვის მაგრამ ეს არის უკიდურესი ერთადერთი გამოსავალი როცა სხვა გამოსავალი არ რჩება ამიტომ თუ ვინმე ფიქრობს საქართველოში რომ აქ სამოქალაქო ომის პოტენციალი არ არსებობს ძალიან ცდება იმიტომ რომ მან არც ქართული ხასიათი იცის არც ის იცის თუ დღეს არასაჯარო სფეროში მყოფი ადამიანები რა სულისკვეთებით არიან თქვენ გონიათ მე არ ვიქნები მე არ ვისაუბრებ ხო და სხვები აღარ იქნებიან და საქართველო ასე იოლად მე არ ვიქნები სხვა იქნება შეუცვლელი ადამიანი არ არსებობს თავარია რასაც აკეთებ ამან შედეგი მოიტანოს ამიტომ არსად არ მithქვამს მე რომ რაიმეა გამორიცხული ეხლა ვიმეორებ მაგრამ ამას ის კი არ უნდა წარსულში ჩარჩენილი რაღაც პარალელების გავლენა წარსული არ არსებობს ხას უსვამ ახალგაზრდებს მიმართავ ძველგაზრდებს საღ ადამიანებს ისედაც ესმით ეს სხვა წარსული არ არსებობს წარსული წავიდა ერთადერთი რაც წარსულიდან გაქვს არის აწმყო აქ არის დანავებული მთელი წარსული ამიტომ წარსულისკენ გახედვა იქ რაღაც ბოდვები პარალელების გადმოტანა 21 საუკუნეში გაუნათლებობის შედეგია შენ გაკაწყო ამ ქვეყნის მომავალი დამოკიდებული არა წარსულზე ნული დამოკიდებული არამედ აწყოზე აქედან რა ტრაექტორით წავალ ეს ფუნდამენტალურ მეცნიერებას ეს შეხედულება სისტემა არის უსაშველოდ ღრმა ამიტომ ილუზიურ აზროვნებას, მითოლოგიურ აზროვნებას ქართველები ან უნდა გაეშნენ თავისინებით, ან და ეს იძულებით უნდა გავაკეთოთ, რომ ეს წარსულის ბოდვები, ეს პარალელები
და ეს ყოვლად შეუსაბამო და ყოვლად დაუშვებელი ურთიერთობები აწყოში ქართველებს შორის სპობს მის მომავალს. აქ არის მომავალი, აქედან იწყება მომავალი, დღეიდან იწყება მომავალი და როგორ განვითარდება დღევანდელ დღეზეა დამოკიდებული და არაფერი დამოკიდებული არ არის არც წარსულში მყოფ ხალხზე, დიდება მათ, რაზეა საუბარი, არც წარსულის რაიმე მოვლენაზე, რომლის პროექცირება შეიძლებაოდეს დღევანდელობაზე. თან წრფივი პროექცირება, ეს საერთოდ აბსურდია. წარსულიდან რაიმე რო გადმოიტანო რაღაც მიახლოებები, არაწრფივი გარდაქმნები ჭირდება, რომლისთვისაც ძალიან დიდი ცოდნა და ენერგია საჭირო და ამიტომ სულაც არ არის რაიმეს გადმოტანა წარსულში. ჩვენ გვაქვს დღეს მოტანილი და გადარჩენილი კულტურა, ჩვენ ყავს საღი ქართველები, ჩვენ ყავს ფანტასტიკურად კარგი ახალგაზრდები, მაგრამ მენტალური ჭაობი, რომელიც ჩამოყალიბებულია ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველოს განვითარებას უშლის. ეს დაიძლება აბსოლუტურად ძალისმიერი გზით. გონებაზე ვამბობ, დიახ, წნეხით დაიძლება. თქვენ გონებაზე, ვისაც ჭირდება, ეს წნეხით დაიძლება და ეს ქვეყანა აუცილებლად გავა თავისი განვითარების ტრაექტორიაზე. ამას ეს რო ჩვენ დავუღუპოთ, ჩვენ მართლაც არა ვართ ღირსი, რომ ჩვენი ქვეყანა გქონდეს და გავკრიანგდებათ აქედან. ეხლა არის უნიკალური დრო საქართველოს სახელმწიფოს გაძლიერებისა. მართალია ამისთვის მას ყავს აბსოლუტურად უსუსური, აბსოლუტურად შეუსაბამო ხელისუფლება არც ამ ყავს. ეს ხელისუფლება არ არის ერთი კაცია, ხელისუფლება, რომელსაც თანამდებობა არ უჭირავს. ის მართავს ყველაფერს. საერთოდ რა ვართ სახელმწიფო თვალსაზრისით, ესეც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ამიტომ ყველაფერი გასააზრებელია, საქართველოს აქვს ყველაზე ძლიერი შანსი ამ ბოლო 35 წლის განმავლობაში გავიდეს განვითარების ტრაექტორიაზე, დაიკავოს თავისი ადგილი და სერიოზულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს. ჩვენ ყველანაირი რესურსი ვართ, კიდე გეუბნებით, ემოციურად არ ვლაპარაკობ. ქვეყნის სოციალურ ეკონომიკური განვითარების კონცეფციის ერთ-ერთი ავტორი ვარ, მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის ხელმძღვანელი, ჩამოყალიბებულია ყველაფერი, დაწერილია ყველაფერი, არ არის პოლიტიკური ნება. პოლიტიკური ნება რომ ყოფილიყო, საქართველოს დღეს იქნებოდა ერთ-ერთ ყველაზე განვითარებული ქვეყნების რიგში. ჩვენ კი დღეს ერთ-ერთი ყველაზე წაქცეული და ძალიან საშიში პერსპექტივის წინაშე დგომი ხალხი ვართ. მოკლედ ვიყოთ ყურადღებით, ეხლა არ გადაგყლით, მეც დიდი მადლობა ყველას, ვინც უსმენდით, უღრმესი მადლობა. ჩვენ შევხვდებით 4 შაბათს, თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა მანამ, ნახოთ პირველ ხვალდაზე როგორ ჩაივლის შანხაის სამიტი, ან რა იქნება, შეიძლება ერთი დღით გადმოვიტანო, ან 2 დღით გადმოვიტანოთ წინ. დიდი მადლობა, დაგემშვიდობებით ეხლა 4 შაბათამდე 21 საათამდე.